საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის უმასპინძლა. მთავრობათა შორისი თანამშრომლობის 36 სამიტზე სტრუქტურული და სავაჭრო ურთიერთობების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი და ფრანგულ-იტალიურ ურთიერთობებში დაძაბული პერიოდის შემდეგ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება გაფორმდა. სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საფრანგეთი იტალიაში კვლავ უმსხვილეს უცხოელ ინვესტორად რჩება. მანვე თქვა, რომ ორმხრივმა ვაჭრობამ ქვეყნებს შორის გასულ წელს ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. ჯორჯა მელონი მისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერაზეც. მანვე განაცხადა, რომ საფრანგეთი და იტალია შექმნიან კოალიციას, რომლის მიზანიც ლიბანის მხარდაჭერა იქნება მას შემდეგ, რაც წლის ბოლოს გაეროს დროებითი ძალების მისია ქვეყანას დატოვებს. ამასთან მას შემდეგ, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ამერიკულმა ავიაციამ იტალიაში არსებული ბაზები გამოიყენა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ირანთან ომში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უარყო და მიანიშნა, რომ სხვა შემთხვევაში დონალდ ტრამპი იტალიით ასეთი უკმაყოფილო არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, გსურს ჩვენი ფართო ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად მუშაობა გავაგრძელოთ. 2025 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ რეკორდულ ნიშნულს 112 მილიარდ ევროს გადააჭარბა და საფრანგეთი კვლავ რჩება იტალიაში უმსხვილეს უცხოელ ინვესტორად. თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, ვფიქრობ, უკეთესი შედეგების მიღწევა ამ მიმართულებით ყოველთვის შეგვიძლია. ჩვენ ჩვენი წვლილის შეტანას გავაგრძელებთ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობასა და უპირველეს ყოვლისა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფაში, რაც ყოველთვის სტრატეგიული პრიორიტეტია. ამაზე მუშაობთ და მათ შორის ნატოს მოახლოებული სამიტის კონტექსტშიც განვიხილავთ. გარდა ამისა, ღაზაში და დასავლეთ სანაპიროზე არსებული დრამატული ვითარება ჩვენთვის კვლავ ყურადღების ცენტრშია, თუმცა ასევე ვაკვირდებით ლიბანში მიმდინარე კრიზისაც, სადაც იტალიასა და საფრანგეთს ნამდვილად შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ეს ორი ქვეყანა ყოველთვის მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგული იყო. ჩვენ ირანის კონფლიქტში მონაწილეობა არ მიგვიღია. სხვათა შორის მონაწილეობა რომ მიგვიღო, მაბადიეთის, ასე ვთქვათ, იმედგაცრუება, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი გამოხატავს ხოლმე, აუხსნელი იქნებოდა. როგორც იცით, ჩვენ ბევრჯერ ვეცით პატივი ჩვენს ვალდებულებებს და ბაზები ხელმისაწვდომი გავხადეთ ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც სამხედრო დარტყმებს არ უკავშირდებოდა. არამედ ლოგისტიკური და ტექნიკური ხასიათის იყო, ხოლო როდესაც მოთხოვნები ამ ფარგლებს გასცდა და ეს თქვენს კარგად იცით, რადგან ამაზე ხშირად წერდნენ, შესაბამისი ნებართვა არ გაგვიცია. ვიმეორებ, ეს საყოველთაო ცნობილია. თავის მხრივ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ იტალია და საფრანგეთი ერთმანეთისთვის შეუცვლელი პარტნიორები არიან და რომ მათ საერთო ინტერესები აქვთ. მისივე თქმით, ქვეყნებს შორის გამართული სამიტის მიზანი პარიზსა და რომს შორის არსებული ურთიერთობების მომავლისთვის კონკრეტული მიზნების განსაზღვრა იყო. პრეზიდენტმა მაკრონმა ლიბანის საკითხსაც ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ საფრანგეთსა და იტალიას ლიბანში გაეროს დროებითი ძალების მისიაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. რაც შეეხება ლიბანს, საფრანგეთსა და იტალიას განსაკუთრებული როლი აკისრიათ. ჩვენს ორ ქვეყანას ლიბანში გაეროს დროებითი ძალების მისიაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად გსურს კოალიციის შექმნა დავიწყოთ ამ მისიის შემდგომი ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან და გაეროსთან კოორდინაციით, რათა ლიბანის სუვერენიტეტი და შეიარაღებული ძალები გაძლიერდეს და მისი ტერიტორიის რეგიონული ესკალაციის პლაცდარმად გადაქცევა იქნა საცილებული. ყველაფერი, რაც დღეს გადავწყვიტეთ ევროპულ დონეზე ერთობლივი მოქმედების შესახებ, ასევე ინიციატივები უკრაინიდან ლიბანამდე, საერთო დღის წესრიგს გვაძლევს, რომელიც იტალიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ამასთან ეს აძლიერებს ორივე ქვეყნის როლს ევროპაში და ჩვენს შესაძლებლობას დავიცვათ ეფექტიანი საერთაშორისო სამართალი და უფრო სტაბილური საერთაშორისო წესრიგი. ემანუელ მაკრონმა ჯორჯა მელონის, რომელმაც იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2022 წელს დაიკავა, ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში პირველად უმასპინძლა. სამიტი საფრანგეთის ქალაქ ანტიბში გაიმართა.